ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა ელენე ხოშტარიას უკანონოდ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. იზოლატორში გადაყვანის შემდეგ კი ასევე ხელბორკილებ დადებული ძალადობრივად გააშიშვლეს. ხოშტარიას წერილი თბილისის მთავარი სამმართველოდან ადვოკატმა გამოიტანა. ოპოზიციონერი ლიდერი ამ დრომდე დაკავებულია. შიშველი ჩხრეკა, ანუ დაკავებულთა სრული გაშიშვლება რეჟიმმა, განსაკუთრებით ქალების მიმართ იარაღად აქცია. მისი გამოყენებით არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას არაერთი აქტივისტი დაექვემდებარა. თუმცა ბახუტაშვილი ესაუბრა ოპოზიციონერის ადვოკატს, მსგავსი მოპყრობის სხვა ქალებს და ასევე უფლებადამცველებს. დიახ, ლუკა, ელენე ხოშტარიამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლიდერმა გაავრცელა მიმართვა დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის დეტალები, რომელიც ასახავს ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ ღირსების შემლახვალ და დამამცირებელ მოპყრობას ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების მხრიდან. კერძოდ საქმე ეხება ეგრეთ წოდებული დათვალიერების მიზნით სრულად გაშიშვლებით ჩხრეკას და ასე დათვალიერებას. ელენე ხოშტარია დეტალურად აღწერს უშუალოდ რისი გადატანა მოუხდა მას დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ამ დეტალებზე საუბრობს. თუმცა ელენე ხოშტარია არ ყოფილა პირველი, რომელსაც სისტემის მსგავსი მიდგომის გადატანა მოუხდა. ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც ძალოვანი უწყებები იყენებენ აქტივისტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი ეს ეხება ქალ აქტივისტებს. ჩვენ ვესაუბრეთ მსგავსი არაადამიანური მოპყრობის ერთ-ერთ მსხვერპლს ნენსი ვოლანდსაც, რომელიც იხსენებს თუ რამდენად დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო მისთვის მსგავს არაადამიანურ გარემოში ყოფნა და დათვალიერების მიზნით სრულად გაშიშვლება. ის ამბობს, რომ ეს არის რუსული მეთოდი, რომელსაც ქართული ოცნება საკმაოდ აქტიურად იყენებს იმისათვის, რომ ფსიქოლოგიურად იძალადოს აქტივისტებზე. დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე ვუთხარი, უარი ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შემიკრეს და ყბებსა და კბილებზე მომაყენეს დაზიანება. არ შეგარცხვინეთ მეგობრებო, ოლე ოლა სიმღერით მაგრად ვაწვარე და ვერც ვერაფერი დამაკლეს. კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემინების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით ისევ უკან შემიკრეს ხელები, მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი. აქაც მაგრად ვაწვალებ, მაგრამ წარმოვიდგინე ყველა ის დაუცველი და გამოუცდელი ადამიანი, ვინც ამათ ხელში ვარდება. ზოგს ამაზე საუბრის ეშინია, ზოგს რცხვენია. ცხადია, სენსიტიურია, თუმცა აუცილებელია ვისაუბროთ. ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოფხვრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა. ამ რუსული ხერხებით ადამიანს ულახავენ უფლებებს, მართლა დემორალიზაცია ხდება ადამიანის, იმიტომ რომ ამდენად უსუსური, მე ხშირად მithქვამს, რომ ამას მერჩივნა, რომ არ ვიცი, ფიზიკურად ეძალადათ, იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიურად ადამიანის გატეხვა იმდენად, რომ მერე გჭირდება ძალიან დიდი დრო იმისთვის, რომ რაღაცნაირად გამოხვიდე მაგ მდგომარეობიდან, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გამოდიხარ, იმიტომ რომ ყოველ ასეთ ახალ кейსზე, როცა მესმის, აი თუნდაც დღესაც რო წავიკითხე ელენეს პოსტი, ისევ განმიახლდა ეს შეგრძნებები და ის რაც დამართეს. ეს არის ჩვეულებრივ რუსული ხერხები არის ეს, იმიტომ რომ არაფრისთვის არ ჭირდებათ ადამიანის გაშიშვლება. მათ აქვთ დეტექტორები. უფლებადამცველები აქტიურად საუბრობენ ძალოვანი უწყებების ამ მანკიერ პრაქტიკასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ ის, რასაც ელენე ხოშტარია აღწერს, იყო სრულიად უკანონო და არსებობს ასეთი დათვალიერებისათვის სპეციალურად პროტოკოლით გაწერილი და დადგენილი წესები, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს დათვალიერება და სრული გაშიშვლება. არც ერთი საერთაშორისო ნორმის და სტანდარტის მიხედვით არ არის მიზანშეწონილი. არსებობს ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და პრაქტიკები, რომლის მიხედვითაც სრული გაშიშვლება დათვალიერების მიზნით წამებასაც კი უტოლდება. ეს სამწუხარო პრაქტიკა ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნა ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ და ზუსტად მისი გულის ტკივილი ეს არის, რომ
ეს არის სისტემური მიდგომა სამწუხაროდ და ეს არის ის მიდგომა, რომელსაც სხვა დაკავებულებიც ჩვენ გქონდა მსგავსი შემთხვევები. თვითონ ფაქტი არის, რა თქმა უნდა, მისი უფლებების აშკარა და უხეში დარღვევა, ღირსების არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის. ჩვენ რაც ინფორმაცია გვაქვს, ეს ეგრეთ წოდებული დათვალიერება, რომელიც სინამდვილეში არ იყო დათვალიერება და იყო ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა, უნდა ყოფილიყო კამერებისგან მოშორებით სპეციალური შირმის უკან. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, ეს მონაკვეთი ჩაწერილია თუ არა კამერებზე. მოკლედ ძალიან ბევრი წელია უკვე წინა სახალხო დამცველების ანგარიშებშიც ხვდებოდა ეს საკითხი პენიტენციალურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების და ბრალდებულების გაშიშვლებასთან დაკავშირებით და იყო არაერთი რეკომენდაცია მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების მოხმობა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარებულიყო ეს პროცედურა. წარმოიდგინეთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე ეხება უკვე ციხის დაწესებულებებს და იქ გადაყვანას მსჯავრდებულის და ბრალდებულის, იქაც კი არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, როგორ უნდა მოხდეს ეს ჩხრეკა უსაფრთხოებისთვის ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის ღირსება. აქ როცა ხდება ამ მეთოდებით შემოწმება და თან ისე, როგორც აღწერს ელენე, ეს არის კატასტროფა, რაც შეიძლება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით წარმოვიდგინოთ. ჩვენ შიდა კანონმდებლობითაც კი აკრძალულია ადამიანის სრული გაშიშვლება იზოლატორში და ცხადია, ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ადამიანი დაამციროს და არაადამიანურად მოეპყროს მას. ეს არ ღვევს ყველანაირ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რისი წევრიც საქართველოა, ეს არის წამების არაადამიანური მოპყრობის და დამამცირებელი მოქცევის ერთ-ერთი ფორმა. და რა თქმა უნდა, მას ექნება ძალიან მძიმე შეფასება ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ. ელენე ხოშტარია გუშინ 28 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციისას დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მას ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას. ის ამ დრომდე რჩება წინასწარი მოთავსების იზოლატორში. მათ აქვთ უფლება 48 საათიანი მაქსიმალური ვადა გამოიყენონ და დატოვონ საპატიმროში. შემდგომ კი უნდა ჩაინიშნოს სასამართლო და სასამართლომ უნდა იმსჯელოს ელენე ხოშტარიას ეგრეთ წოდებულ სამართალდარღვევაზე. ამის პარალელურად კი დაანონსდა ქალების მარში სისტემის ძალადობის წინააღმდეგ. ქალები გაერთიანდებიან და დღეს 8 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ. ლუცა ბახუტაშვილი საუბრობდა ფორმულას პირდაპირ ეთერში. მადლობა.